წარმოიდგინე ადგილი, სადაც დრო სხვანაირად გადის, სადაც მზე თვეების განმავლობაში საერთოდ არ ჩადის, ან საერთოდ არ ამოდის, სადაც ღამე ცოცხლდება და ფერებად იშლება შენს თვალწინ. ეს არ არის ფილმი, ეს რეალობაა. ეს არქტიკაა, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთი ადგილი, სადაც ცხოვრება განსხვავებული რიტმით და სრულიად სხვა რეალობით მიდის. ადგილი, სადაც ზაფხულში არ ღამდება და ზამთარში არ თენდება. სადაც ყოველ ღამე სხვადასხვა ფერად ინთება. და სწორედ აქ ვიმოგზაურებ ამ ვიდეოში, ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქში, ტრომსოში, სადაც ვითევზავებ არქტიკულ წყლებში და ვინადირებ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოვლენაზე, აურორაზე. და თუ გამიმართლა, ნახავ კიდეც. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო მოგზაურობით და თავგადასავალით და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელად დაგეგმილი მოგზაურობა, რადგან წინასწარ საერთოდ არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, ერთადერთი რაც ვიცი და რაც თქვენც უკვე გაიგეთ, მივდივარ ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი შანსი არის, რომ ჩრდილოეთის ციალი საკუთარი თვალით ვნახო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ მოვლენის საკუთარი თვალით ნახვა და როგორც იქნა მომეცა საშუალება, რომ მეც ჩემი თვალით ვნახო ეს საოცარი მოვლენა და რა თქმა უნდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ყველაფერი, ასე რომ მომდევნო ვიდეოებში გპირდებით, რომ ძალიან ბევრი ლამაზი სანახაობა გელოდებათ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა და მე სტამბოლიდან დაგიბრუნდებით, რადგან 3 გადაჯდომა მაქვს იქამდე. ერთი სტამბოლში, მეორე სტოკჰოლმში და მესამე უკვე თვითონ ქალაქ ტომში ჩავალთ რა. მოკლედ აი ესეთი რთული გზა გველოდება იქამდე, ხვალ ღამე ვიქნები იქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წვალება ამად ღირს და წინ ძალიან ბევრი ლამაზი სანახაობა გველოდება. ჩამოვფრინდი მეგობრებო, სტამბოლის აეროპორტში ვარ. ისე მეძინება, რომ აი ერთი სული მაქვს, ეხლა სადმე მივწვე და დავიძინო. თან 6 საათიანი გადაჯდომა მექნება აქ და მე უკვე შემდეგი გადაჯდომა მექნება სტოკჰოლმში, სადაც თავიდან უნდა გავიარო ჩეკინი, მოკლედ ესეთი რთული გზა გვაქვს გასავლელი ნორვეგიამდე. დაახლოებით 5 საათიანი ფრენა და შვედეთშიც ჩამოვედი, მოკლედ ეხლა თავიდან უნდა გავიარო ჩეკინი, უნდა ავიხო ჩემი კარგი, რაც ყველაზე ძალიან მეზარება ხოლმე და აქედან კიდე დაახლოებით 2 საათიანი ფრენა მელოდება წინ. ყველა შემოწმება გამოვიარე, მაგრამ აი როცა სადღაც გეჩქარება, მაშინ ხდება ყველაფერი რა, მოკლედ. ჯერ პასპორტს ვერ ასკანერებდნენ, არ ვიცი, მსგავსი პრობლემა არსად არასდროს არ მქონია, არ სკანერდებოდა და მოკლედ ყველაზე პირველი მივედი, რომ მეთქი მოვასწრო მე ფრენაზე თუ რაღაცეები და ყველაზე ბოლოს გამოვედი, იმიტომ რომ არ ვიცი მთელი შვედეთის პოლიცია იქ იყო, რომ რამენაირად ჩემი პასპორტი დაესკანირებინათ რა. ეხლა დაახლოებით 1 საათში დაიწყება ჩემი ჩაჯდომა. ერთი ფრენა გვაქვს დარჩენილი და დაახლოებით 2 საათიანი ფრენა არის, 2 საათი და 15 წუთი თუ სწორად მახსოვს. და ჩავალთ უკვე ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქში, სადაც უკვე ვეღარ ვითმენ, ისე ძალიან მინდა ჩავიდე და პირველ რიგში სასტუმროში მივიდე, დავისვენო და მე ის საოცარი ადგილები დაგათვალიერებინოთ, რაც მაქვს თქვენთვის მომზადებული. ჩამოვედი მეგობრებო, როგორც იქნა ჩამოვაღწიე აქამდე, მოკლედ დაახლოებით 23 საათია ჯამში, რაც მოვდივარ საქართველოდან და როგორც იქნა ჩამოვედი, ესეთი პატარა აეროპორტი არის. ეხლა ჩემი ბარგს ველოდები, ავიღებ და გავალ უკვე აეროპორტიდან. სხვათა შორის პირველი მოგზაურობაა, მე მგონი, სადაც ჩემოდნით მოგზაურობ, იმიტომ რომ ბევრი თბილი ტანსაცმელი წამოვიღე და დიდ ადგილს იკავებს და ამიტომ ამჯობინე, რომ ჩემოდნით წამოვსულიყავ. გამოვედი გარეთ და პირდაპირ აეროპორტის შესასვლელთან დამხვდა ავტობუსი, არ მომიწია ბევრი ძებნა და წვალება. საკმაოდ კომფორტულად არის ყველაფერი მოწყობილი, არ მოგიწევთ ბევრი წვალება, როგორც მივხვდი. რათან აქედან საკმაოდ ახლოს არის ქალაქის ცენტრი, სადაც არის ჩემი სასტუმრო. რომ მივალ სასტუმროზეც გაგიზიარებთ რა და როგორ მოვძებნე და მოკლედ ავტობუსში გადავიხადე $12, ხოლო ტაქსი უნდა და დაახლოებით $50, ასე რომ საკმაოდ დიდი განსხვავება არის რა. თან შორი რო იყოს კიდე დაფიქრდებოდა კაცი, მაგრამ ისე ახლოს არის, რომ საერთოდ არ არის ტაქსის აუცილებლობა ამ შემთხვევაში. მოვედი მეგობრებო ქალაქის ცენტრში. საკმაოდ სწრაფად მოვედი, როგორც გითხარით, პატარა ქალაქია და საერთოდ არ გამჭირვებია. და ესეთი ლამაზი ქუჩები არის.
მთელი გზა მოკლედ უტკბებოდი გზით. უბრალოდ გადაღებას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ არ ჩანს არაფერი ხამია და აი დილიდან მოკლედ საოცარ რაღაცებს დაგათვალიერებინეთ. აი ესეთი რაღაც დევს სასტუმროს შემოსასვლელში არავინ არ არის. მოკლედ პატიოსნად შენ თვითონ უნდა გადაიხადო და შენ თვითონ დაჩექინდე. აგერ ჩემი მონაცემები უკვე არის. ჩეკინიც გავიარე 212, ჩვენ გვინდა 211. აბა რა სიტყვით, როგორი ნომერია? ამ სასტუმროში გადავიხადე 3 ღამეში $287 და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი, რაც კი ვნახე. ჰოსტელებიც კი დაახლოებით იგივე ფასი იყო, აი სულ რაღაც $20-30 იყო განსხვავება, ამიტომ რა თქმა უნდა ჰოსტელს ისევ და ისევ ჩემი ოთახი მირჩევნია რა. ბევრად უფრო კომფორტულად და შვიდად ვიქნები. აი ესეთი ერთი პატარა ოთახი არის, აი თითქმის საწოლს მიაქვს ნახევარი ოთახი. აქეთ პატარა სამუშაო სივრცე, შემოსასვლელი და სააბაზანოც ერთად ვნახოთ. საკმაოდ სუფთად და მოწესრიგებულია. გამოვედი გარეთ, გამიმართლა მაღაზია ძალიან ახლოს არის და შევიდეთ ახლა ერთად ვნახოთ როგორი ფასები არის. ქალაქში არის სიჩუმე, სიწყნარე, მანქანებიც არ დადიან. არა და 10 საათი არის, არც ისე გვიანია. და რაც მინდა აღვნიშნო, ძალიანაც არცივა, მე უფრო სიცივეს ველოდებოდი, რატომღაც ძალიან მომზადებული წამოვედი და ეგეთი სიცივეც ჯერჯერობით არ არის ყოველ შემთხვევაში. აბა წავიდა მაღაზიების თვალიერება. მოკლედ, მარტივად რო გადაიყვანოთ, 10 კრონა არის $1. ანუ აი ეს ფუნთუშა მაგალითად 4 ცალი ღირს $5. ეს არის მაღაზია ევროსპარი დაიმახსოვრეთ და რავი, არც ისე ძვირი არ არის, ახლა სიმართლე გითხრათ. ზეხვებიც რაღაც დაახლოებით $4-5 პარკლებში არის, რაც არც თუ ისე ძვირია. ნახეთ რა ლამაზი სახლები არის. წარმოიდგინეთ, აი ასეთი არის მთელი ქალაქი. დავიძარი სასტუმროსკენ. ბევრი არაფერი მიყიდია, უბრალოდ დღეს რო ვჭამო, იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილია, გარეთ ვერსად ვერ შევალ და თან ესე უფრო მარტივი იქნება. მოკლედ $16 გადავიხადე და დავიყიდე რო ავალ ახლა სასტუმროში განახებთ. აი ასე გამოიყურება ჩემი შენაძენი. ვავაშები პატარა, ყველი, ძეხვი, რაღაც ორცხობილები და ტუნა და 3 წყალი. აი ესეთი შენაძენი. მოკლედ დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, ეხა მოწესრიგდები, მე შევჭამ და დავისვენებ, რომ ხვალიდან დავიწყოთ ამ ქალაქის კარგად დათვალიერება. ნორვეგიის ჩრდილოეთში, არქტიკის წრეში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ქალაქი ტრომსო. ამ ქალაქს ხშირად არქტიკის დედაქალაქს უწოდებენ და როცა აქ ჩამოხვალ, მიხვდები რატო. ტრომსო დაარსდა 1794 წელს და ძალიან სწრაფად გახდა მთავარი ცენტრი ჩრდილოეთის ექსპედიციებისთვის. სწორედ აქედან იწყებდნენ გზას პოლარული მკვლევარები ჩრდილოეთ პოლუსისკენ. დღეს აქ ცხოვრობს დაახლოებით 75,000 ადამიანი, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა ქალაქის სავსეა სტუდენტებით. აქ მდებარეობს ტრომსოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთ უნივერსიტეტი მსოფლიოში. მაგრამ ეს ადგილი ცნობილია კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამით – ჩრდილოეთის ციალი. ზამთარში აქ შეგიძლიათ ცაზე რეალურად ნახო ის, რაც ბევრს მხოლოდ ფოტოებში აქვს ნანახი. მაგრამ ტრომსო მხოლოდ ციალი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ზამთარში მზე საერთოდ არ ამოდის და ზაფხულში საერთოდ არ ჩადის. დღეს კი ვნახოთ რეალურად რას წარმოადგენს ეს ქალაქი. დილა მშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ქალაქ ტრომსოს ქუჩებში. ულამაზესი ქალაქია, მინდა გითხრათ. იდეალურად მშვიდი გარემო არის, ვისაც დასვენება უნდა უბრალოდ სიმშვიდეში და სიწყნარეში, ალბათ იდეალური ადგილია და როგორც გავიგე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ სასრიალოდ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილი ყოფილა, ვისაც სრიალი უყვარს. მე მგონი სეზონი ახლა უკვე სრულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამომავლოდ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. არც ისე მარტივი ჩამოსასვლელია, მაგრამ
თუ ჩამოხვალთ არ ინანებთ დამიჯერეთ. ჩემი დილა იწყება აი ასეთი მშვენიერი ადგილიდან. ნახეთ რა სილამაზეა. საკმაოდ სიცივეა, მინდა გითხრათ, გუში რო ჩამოვედი ხამე. მომეჩვენა რომ არც ისე სიცივე იყო, მაგრამ აი ახლა რო გამოვედი, კარგი სიცივე არის რა. ქუდიც კი შევიძინე სპეციალურად, სანამ წამოვიდოდი, მაგრამ რატომღაც სასტუმროში დავტოვე. მაგრამ დღეს ხამე ნამდვილად დამჭირდება ქუდის და ხელთათმანებით ისეთი ადგილების მოსანახულებლად მივდივარ. აი სანაპიროზე ვსეირნობ და რამხელა კრუიზი არის, ნახეთ. ვისაც კრუიზით გასეირნება გინდათ არქტიკის ოკეანეში შეგიძლიათ აგერ ჩამოხვიდეთ. რაღა დაგიმალოთ, მეც სიამოვნებით გავისეირნებდი, მაგრამ როგორც ვნახე ფასები დაახლოებით 5-6 $-დან იწყება. მე რაც ვნახე ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ამ კრუიზის არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. აი ასეთი ლამაზი ქალაქია. ნახეთ რა ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. აი არც ერთი ამაზე მაღალი შენობა არ არის, რამოდენიმე სასტუმრო იყო მარტო, რომელიც შედარებით მაღალი შენობაა. ძირითადად ყველა არის აი ასეთი ტრადიციულ სტილში გაკეთებული პატარ-პატარა შენობები. ზოგადად ძალიან არ მიყვარს სიცივე რა და ყოველთვის ვერიდები ხოლმე სადმე სიცივეში წასვლას. ერთადერთი გამონაკლისი არის ხოლმე ბაკურიანი, იმიტომ რომ ბაკურიანში ჩასვლა ყოველთვის ძალიან მიყვარს, მაგრამ მოგზაურობასაც რო გეგმავ ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ რომ თუ აი ჩვენთან ზამთარია, ზაფხულში წავიდე სადმე სადაც ცხელა და მოკლედ აი მაგის მიხედვით ვარჩევ ხოლმე სამოგზაურო მიმართულებასაც რომ სითბო იყოს რა. ხო და ამიტომ ჩემი პირველი მოგზაურობა არის, სადაც საკუთარი ფეხით წამოვედი ასაც სიცივეში და ყინვაში რა. აი წინ რო დიდი ხიდი ჩანს, ეხლა ვაპირებ რომ მაგ ხიდზე გადავიდე ქალაქის მეორე მხარეს, სადაც ერთი ძალიან საინტერესო სანახაობა არის. 7-Eleven-ი შემხვდა ამ სეირნობაში და ნამდვილად არ ვიცოდი თუ აქაც იყო. რა თქმა უნდა, ეხლა შევალ და ნახავ შიგნით რა იყიდება. და ისეთივე ფასებია თუ არა, როგორც აზიაში და ტაილანდში იყო მაგალითად. სნექებზე დაახლოებით იგივე ფასია, რაც გუშინ სპარში იყო მაგალითად დაახლოებით იგივე ფასები. აქ ძალიან პოპულარულია ესეთი ირმის ცეხვები. მე გასინჯული მაქვს, მაგრამ არა სკანდინავიურ ქვეყნებში დამზადებული და დიდად რო გითხრათ არ მომეწონა გებოს. აი ასე გამოიყურება ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, სადაც არის თავმოყრილი ყველა კაფეები, მაღაზიები და ასე შემდეგ, სადაც სეირნობს ყველა აქ ჩამოსული ტურისტი და დამსვენებელი. ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ცენტრალური ქუჩაც, ისევე როგორც ქალაქის სხვა ნაწილები. გზა კი იცით რამდენი ხანი დაჭირდა აქ ჩამოსვლას, მაგრამ არ მithქვამს რატო ჭირდება ამდენი ხანი ამ ქალაქში ჩამოსვლას. ეს ქალაქი ნორვეგიის ტერიტორიაა, როგორც უკვე იცით, მაგრამ იმდენად რთულად მისასვლელი არის, რომ ოსლოდან, ნორვეგიის დედაქალაქიდან ფაქტიურად შეუძლებელია ნორვეგიის გავლით ჩასვლა რა, აი ძალიან რთული არის. ამას ჯობია რომ გადაფრინდე ოსლოდან პირდაპირ, ან თუ მაგალითად სახმელეთო გზით გინდათ ამ ქალაქში ჩამოსვლა, შვედეთის გავლა გიწევთ რა, ოსლოდან გადადიხართ სტოკჰოლმში და სტოკჰოლმიდან ჩამოდის მერე უკვე სხვადასხვა გადაჯდომებით და ასე შემდეგ, ან მატარებელი ან ავტობუსი. იმდენად რთული არის აქ მოსვლა და ამიტომაც დამჭირდა ამდენი გადაჯდომა ფრენებზე. აქედან ვაპირებ რომ სახმელეთო გზით წავიდე, ისევ და ისევ შვედეთის გავლით და ისე და ჩავიდე ოსლოში და მოკლედ შემდეგ ვიდეოებში კიდე გაგიზიარებთ საინტერესო რაღაცებს. ვიდრე ამ საოცარ მოგზაურობას გავაგრძელებდეთ, ლაგის აპლიკაციაზე მინდა რომ შეგახსენოთ, რადგან როგორც კი ჩამოვედი, აქაც ლაგის აპლიკაციაში შევიძინე მობილური ინტერნეტი. ფასებზე ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, რადგან თქვენ თვითონ შეგიძლიათ უბრალოდ გადმოიწეროთ ლაგის აპლიკაცია და თქვენ თვითონ შეადარეთ ფასები სხვა კომპანიებს
რამხელა სხვაობა არის. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხზე მე ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ დღემდე სადაც კი ვაგის ინტერნეტი მისარგებლია, მინდა გითხრათ რომ რა ვიცი 100%-ით კმაყოფილი ვარ და არსად არანაირი პრობლემა არ შემქმნია მით უმეტეს ევროპაში და მოკლედ ვინც გეგმავთ ახლო მომავალში მოგზაურობას ევროპაში იქნება თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში და ვაგის აპლიკაცია არ გაქვთ გადმოწერილი, ძალიან ბევრს კარგავთ დამიჯერეთ. მოვედი ხიდზე და ეხლა გადავალთ ქალაქის მეორე მხარეს. არც ისე მარტივი იქნება ამ ხიდზე გადასვლა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი ხიდია. ვიდრე მე ამ ხიდზე გადავალ, შეგახსენებთ მანამდე გადახვიდეთ ჩემს Instagram-ზე და Facebook-ზე გამოიწეროთ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს გიზიარებთ ხოლმე მოგზაურობის პროცესში, ასე რომ არ დაიზაროთ, ეხლა სულ ერთი წამი უნდა გადადით გამოიწერეთ. ეხლა ვარ ხიდის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც აი საშინელი ქარი არის. ძალიან ცივა. აუ, ძლივს მივდივარ, ისეთი ქარია. გავიყინე. რა ძალა მედგა, რა მინდოდა. მეთქი ფეხით გავისეირნებ თქო და აქ თურმე რა ამბავი ხდებ. აი ეს არის არქტიკაში ცხოვრება. აქ ხალხი როგორ ცხოვრობს არ ვიცი. როგორ ეჩვევიან ამ გარემოს. გადმოვედი მეგობრებო ქალაქის მეორე მხარეს, მეორე სანაპიროზე და აქეთ უფრო დასახლებული პუნქტი არის როგორც ჩანს, იმიტომ რომ პატარა სახლები არის სულ, მაგრამ მთავარი სანახაობა არის აი ეს არქტიკული საკათედრო ტაძარი, რომელიც 1965 წელს არის აშენებული და ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის ნორვეგიაში. ტრომსო არის ქალაქი, სადაც ბუნება და ურბანული ცხოვრება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. მისი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა არქტიკული კათედრალი, რომელიც აისბერგის ფორმით არის აშენებული და არქტიკულ გარემოს საოცრად ერგება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ასეთი ჩრდილოეთის მდებარეობისა, აქ კლიმატი შედარებით რბილია. ამის მთავარი მიზეზი გოლფსტრიმია, რომელსაც თბილი ჰაერი აქამდე მოაქვს. ქალაქი ასევე ძალიან აქტიურია კულტურულად. აქ ტარდება ფესტივალები, კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში. და რაც მთავარია, ტრომსო არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილი მსოფლიოში ჩრდილოეთის ციალის სანახავად. სწორედ ამიტომ ყოველწლიურად აქ ათასობით მოგზაური ჩამოდის. მაგრამ თუ ზაფხულში ჩამოხვალ, სრულიად სხვა რეალობას ნახავ. შუაღამის მზე, როცა ღამე უბრალოდ არ არსებობს. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი. ეს არის გამოცდილება, რომელიც სრულიად გიცვლის წარმოდგენას ბუნებაზე და ცხოვრებაზე. აი, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხი მოდის ამ საკათედრო ტაძრის სანახავად. არ ვიცი დაკეტილია თუ რატო დგას ეს ხალხი გარეთ, მაგრამ შიგნით შესვლა თუ შეიძლება, რა თქმა უნდა შევალ. როგორც ვნახე ინტერნეტში ინფორმაცია, ძირითადად რაც სხვადასხვა კონცერტები იმართება ხოლმე და ასე შემდეგ რა. საკათედრო ტაძრის ფუნქცია ნაკლებად აქვს, როგორც ვნახე. მაგრამ აი ასეთი საოცარი ხედები იშლება ქალაქზე აქედან. ნახეთ რა ლამაზი გარემო არის. მიუხედავად იმისა, რომ თოვლი უკვე აღარ არის, ესეთი ლამაზი არქტიკული გარემო არის ამ ქალაქში. უკანა გზაზე რა თქმა უნდა ფეხით აღარ გადავალ მაგ ხიდზე, ან ავტობუსს მოვძებნი, ან ტაქსით გადავალ. აი ასე გამოიყურება თვითონ ამ კათედრალის მიმდებარე ტერიტორია, ნახეთ რა ლამაზი სახლები არის პატარა. დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი დასასვენებლად ასეთ გარემოში. აბა გამოუშვით კომენტარები თუ ჩამოხვიდოდით ასეთ ადგილას დასასვენებლად. თან მით უმეტეს თუ სრიალიც გიყვართ, იმიტომ რომ ძალიან კარგი სასრიალო ტრასებია, როგორც ვნახე. ავტობუსიც მოვიდა. დავუბრუნდი ისევ ქალაქის მეორე მხარეს, სადაც არის ჩემი სასტუმრო. ერთი გაჩერება იყო სულ ავტობუსით, ასე რომ ნამდვილად ხირდა ავტობუსით წამოსვლა. იმ ხიდზე ფეხით გადმომსვლელი მე მეორედ აღარ ვიყავ. ესეთი ლამაზი სანაპირო არის.
ყველაფერი ძალამაზად გამოიყურება, მაგრამ ძალიან პატარა ქალაქია რა. აი ძირითადად მთავარი სანახაობები რაც არის, თითქმის ყველაფერი უკვე მოინახულე რა. სულ რამოდენიმე საათი დამჭირდა ამ ყველაფრისთვის, თან უმეტესად ფეხით დავდივა, როგორც ხედავთ. ნუ გამიმართლა რომ ჩემი სასტუმროთან ქალაქის ცენტრში არის, მაგრამ ზოგადად ისეთი პატარა ქალაქია, რომ სასტუმრო სადაც არ უნდა იყოს, მაინც ყველგან ძალიან მარტივად მოხვდებით და ჩემი რჩევა იქნება, ვისაც სიცივი არ გიყვართ, შეგიძლიათ ზაფხულშიც იმოგზაუროთ აქ და ძალიან ლამაზი ბუნება იქნება, დარწმუნებული ვარ. ეს არის მეგობრებო, სოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მაკდონალდსი და რა თქმა უნდა, ეხლა რამე გემრიელს დავაგემოვნებ და ვნახოთ როგორი იქნება. აი ასე გამოიყურება ჩემი შენაძენი, ერთი ორმაგი ჩიზბურგერი, ეს არის ტრადიციული დარიჩინის ნამცხვარი ადგილობრივი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეგემოვნებია და ესეც ამერიკანი. და თქვენი აზრით ამ ყველაფერში რამდენი გადავიხადე? თუ ვერ გამოიძანით, გეტყვით რომ ეს ყველაფერი დამიჯდა $17. $17 მეგობრებო, პატარა ამერიკანო და აი ეს რასაც ხედავთ. რაც ძალიან ძვირია მოკლედ რა. მოკლედ რომ გითხრათ, ქართულ ორმაგ ჩიზბურგერს არც კი შევადარებ. აი ვინც განსხვავებას ვერ ხვდებით ხოლმე. იმდენად მარტივი არის განსხვავება, რომ აი ბევრი ფიქრიც არ ჭირდება რა. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მჟავე კიტრი მჟავეც არ არის რა, ჩვეულებრივი კიტრი დევს ლამის რა. ოდნავ სიმჟავეც არ აქვს და გემოებიც არ ვიცი, აი უდიდესი განსხვავება არის მართლა ქართული მაკდონალდსი არის ერთ-ერთი საუკეთესო, სადაც კი დამიგემოვნებია. დავაგემოვნოთ ახლა ჩვენი დარიჩინის ნამცხვარი, აბა როგორი არის. ძალიან გემრიელია, როგორც მოსალოდნელი იყო. ზოგადად მიყვარს დარიჩინის ფუნტუშები და ესე ძალიან გემრიელი გამოდგა. მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ახლა ვიმყოფები სოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მაკდონალდსში. ამაზე იქით მაკდონალდსი აღარ არის. აი ამას ქვია ამინჩი გამიმართლა. გამოვედი მაკდონალდსიდან და წვიმა დამხვდა გარეთ. საბედნიეროდ აქვე არის ჩემი სასტუმრო, აი ზედა ქუჩაზე და მივალ ახლა სასტუმროში შევაფარებ თავს. დღეს საღამოს მაინც ძალიან საინტერესო რაღაც მაქვს დაგეგმილი და იმედია მანამდე წვიმა გადაიხევს. აი ასე მოულოდნელად იცვლება ამინდი არქტიკაში. რამოდენიმე წუთის წინ წვიმა დაიწყო. სასტუმროში ავედი, მეთქი თავს შევაფარებ თქო და გამოვედი ახლა მზე არის და საერთოდ სიცივეც აღარ არის რა. 6 საათის დაიწყო ამასობაში და ნელ-ნელა განათებებიც აინთო. ღამეც ძალიან ლამაზი იქნება ეს ქალაქი, ჩემი აზრით. აი ეს არის მთელი ქალაქი, მთელი ქალაქის ცენტრი. ცენტრალური მოედანი, სადაც დღესაც უკვე ვიყავ. დავიძარი ნელ-ნელა მთავარი სანახაობისკენ, ახლა მივდივარ, სადაც არის შეხვედრის წერტილი, საიდანაც გადის ჩემი მიკროავტობუსი, პატარა ჯგუფი არის მოკლედ, ვისთან ერთადაც წავალ ჩრდილოეთის სიალზე სანადიროთ, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ ადგილას არ არის, მთავარია მოწმენდილი და სუფთაც აიყოს და პროფესიონალებმა მოკლედ ტუროპერატორებმა იციან, სად უნდა ეძებონ და ამ ძებნაში შეიძლება მოგვიწიოს გადასვლა შვედეთში ან რავი ფინეთში და მოკლედ აი ესე უნდა იარო და ეძებო რა დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა შეიძლება მოგვიწიოს რა 8 საათის განმავლობაში. იმედია ვიპოვით ჩრდილოეთის სიალს და იმედია ლამაზი სანახაობა გველოდება წინ ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია. მოკლედ ყველაფერი მე მემართება, მივედი ძლივს ვიპოვე ჯერ შეხვედრის წერტილი და გავარ ველოდები რავი არ მოდის ეს მიკროავტობუსი რა და მეთქი უკვე რაღაც ვიფიქრე რაღაცეები რომ შეცდომით ხო არ ვქენი რამე და მე შევედი აპლიკაციაში სადაც ვიყიდე და დამხვდა შეტყობინება ამ აპლიკაციაში რომ რადგან უკვე ისე მალე აღარ ღამდება როგორც ზამთრის პერიოდში 1 საათით გადაწიეს გასვლა და თუ უნდა მივსულიყავი 6-ზე დამიბარეს 7-ზე. ასე რომ ეხლა ისევ სასტუმროში დავბრუნდები, კარგად დავტენი ტექნიკას და 1 საათში დავბრუნდები. გავემზადეთ მეგობრებო და დროა გავიდეთ ჩვენი ჩრდილოეთის სიალის სანახავად. მაქსიმალურად
თბილად ჩავიცვი, რაც შემეძლო, რაც მქონდა წამოღებული. აუცილებელია თბილი ქუდი. ასევე ძალიან იშვიათად ვიყენებ ხოლმე ჩემს Canon-ის ფოტოაპარატს. არც თუ ისე პროფესიონალურია, მაგრამ მე მყოფნის რა. შრი-ლანკაზე უფრო ხშირად ვიყენებდი ხოლმე. მაგრამ კაი ხანია არსად არ წამიღია და მოკლედ ეხა ისეთი ადგილის სანახავად მივდივარ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ყველა ტექნიკა ჩემს ხელთ არსებული. აუცილებელია ასევე ხელთათმანები, რადგან გარეთ უკვე ძალიანაც ვდა. მოკლედ მზად ვარ. აბა რა სიტყვით. წავედით. Okay, it's looking pretty cloudy here, also over the coast, but at the same time, it looks quite nice in all this area. And it should stay like that and the whole evening. It is true that the forecast, especially on Sundays, is not that accurate because Sundays there is not a lot of people working at the meteorological institute. But it looks, I'm quite optimistic that we will. ესეც ჩვენი პირველი გაჩერება ამ მოგზაურობაში. დაახლოებით საათნახევარია უკვე რაც მოვდივართ და ალბათ კიდე ერთი ამდენი მოგვიწევს სიარული, რომ პოტენციური ის ადგილი მოვძებნოთ, სადაც შესაძლოა რომ სუფთაც აიყოს. მოკლედ ყველაფერს ბედი უნდა, როგორც გითხრა ჩვენმა გიდმა. დღეს არც თუ ისე კარგი დღე არის ჩრდილოეთის სიარის სანახავათო, რადგან უმეტესად მოღრუბლულია. მოკლედ მოგვიწევს ბევრი სიარული, რომ სუფთაცაა მოვძებნოთ. შეიძლება გაგიმართლოთ და რა ვიცი 1 საათის სავალზე ნახოთ უღრუბლოცა, შეიძლება 2 საათის, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა, მოკლედ უფრო მეტი სიარული გიწევს მერე რა. მაგას გვიხსნიდა თავიდანვე, რომ შეიძლება ფინეთში მოგვიწიოს გადასვლა, შვედეთში, მოკლედ არ ვიცი, ნახოთ. იმედია მარტივად მივაგნებთ. აი ასე არის მოწესრიგებული ელექტრომანქანების სატენები. ყველა გაჩერებაზე, ამაზე ნაკლები არსად არ არის. ზოგადად ნორვეგიაში ძალიან ბევრი ელექტრომანქანა დადის და მანქანის ქირაობასაც რო ვეძებდი, ძირითადად ქირავდება სულ ელექტრომანქანები რა. ბენზინზე ძალიან იშვიათად არის ხოლმე. ამიტომაც სატენებიც ბევრად უფრო მოწესრიგებულია. Might block the view of the red aurora. And actually when we have სავარაუდოდ არ ვჩანვარ მეგობრებო, მაგრამ დაახლოებით ჩვენი გაჩერების მერე კიდე საათნახევარია, რაც დავდივარ და ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ვეძებთ ისევ სუფთაცას, სადაც ღრუბელი არ იქნება, რომ გავჩერდეთ და იქ დაველოდოთ ალბათ რა. გავჩერდით კიდე ერთ ადგილზე, სადაც უნდა დაველოდოთ ეხლა, რომ შეიცვალოს რაღაც პროგნოზში, მოკლედ, იმიტომ რომ აქაც ღრუბელი არის, მაგრამ კარგი ადგილიაო ზოგადად ჩრდილოეთის სიალის სანახავათო და მოკლედ უნდა დაველოდოთ ეხლა, რომ იქნებ ეს ღრუბლები გადავიდეს. მე სავარაუდოდ არ ვჩანვარ. ვარსკვლავები გამოჩნდა ნელ-ნელა, რაც კარგის ნიშანია. მედია მოიწმინდებაცა. ამ ტურში გადავიხადე დაახლოებით $160. ამაზე იაფადაც შეიძლებოდა ნახვა მსგავსი ტურის, მაგრამ დიდი ავტობუსით არის ხოლმე რა ის ტურები და რავი მე არ მომწონს, ძალიან ბევრი ხალხი რო არის რა, ქაოსი არის ხოლმე, ვინცად დადის. მოკლედ არ მიყვარს ბევრი ხალხთან ერთად მსგავს ტურებში წასვლა. აქ ეხა მიკროავტობუსში, რავი, შედარებით ცოტა ვართ და უფრო მარტივია ასეთ შემთხვევაში, უფრო კომფორტულად შეგიძლია გადაიღო ყველაფერი. მაგრამ იმედია ჩრდილოეთის სიალს ვნახავ და ყველა წყალში გადაყრილი არ გამოვა ეს $160. აი გზემოთ სინათლეები რო ჩანს, რაც პატარა სახლია და მთელი გზა არის რომ მოვდივარ. აი ესეთი სახლები ძალიან ბევრი არის, წარმოიდგინეთ, აი ამ სილამაზეში რო ცხოვრობ. დამაგარია. აი ირგვლივ პატარა შუქებს რასაც ხედავთ, სულ პატარ-პატარა სახლები არის ამ ტყეში. ვიდრე ციალი დაიწყება, ფეხით მივდივართ ეხლა, სადაც ცეცხლს დავანთებთ, სადაც გვექნება ჩვენი ვახშამი, როგორც გითხრა ჩვენმა გიდმა. აქვე არის ახლოსო და
მოკლედ ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. აი ესეთ რაღაც პატარა რაღაცა შეანთებენ ცეცხლს. როგორც ჩანს, პირდაპირ ძირს დანთება არ შეიძლება. აი ესე დავჯექით ცეცხლის გარშემო და ველოდებით ახლა ჩრდილოეთის სიალს. მანამდე ვახშამი გვექნება სავარაუდოდ. ვახშამზე რა იქნება? ეგ არ ვიცი. მაგასაც ერთად გავიგებთ. აი ასე გამოიყურება ჩვენი ვახშამი. სწრაფი მომზადების რაღაც წვნიანები არის და შეგვეძლო ტომატის აგვერჩია ან ეს არის ირმის ხორცით. მე ავერჩია ირმის ხორცით. ნახოთ, იმედია გაამართლებს. ტომატის ძალიან მარტივი იქნებოდა ახლა ჩემთვის რა. სუნი ცუდი არ აქვს. And where do you come from? From Georgia. I knew it. Yeah. From How? the name. You know, I lived in Armenia for 1 year. So I've been to Georgia a million. Where are you from? აბა დავაგემოვნოთ ჩვენი ირმის წვნიანი. ცუდი არ არის. From which city are you from? თბილისი, Ah, yeah. capital. It's also very pretty. I mean, it's very Yeah, old like, city. Yeah. It looks very nice on pictures with Yeah. the rivers and the buildings. Yeah. Yeah. Thank you. And Georgian language is like crazy. It sounds Yeah. completely different from anything else. It's very hard. Yeah. Yeah. Maybe- Me var Sakartvelos mepe. Yeah. Gamarjobo. Me var Antonio. You know Georgian. Just some words. Some words. Georgian food. Oh, it's very good. And Oh. wine. Yeah. Khinkali. It's like dumplings, but different. It's like bigger. Also wine. Georgia is a country of wine. Yeah, actually, they have a fight between Georgia and Armenia to see which was the first country like Yeah. made wine. Georgia has 8,000-year winemaking history. Wow. Yeah. Red wine. Red and white. Food was very cheap. Yeah, and yeah. very good fruits, very good vegetables, everything very fresh. Yeah. საკმაოდ გემრიელი გამოდგა ირმის წვნიანი, მინდა გითხრათ. და ყველაზე კარგი რაც არის, ჩემმა გიდმა მოკლედ ქართული You იცის. need a cleaner. რავი, ისეთი რეკლამა გავაკეთეთ საქართველოსი, რომ მე მგონი აქედან ყველა მივდივართ საქართველოში რა. ქართულად ხვალპარაკი დამიწყო ჩვეულებრივად რა. მივხვდი რომ ისედაც რომ საქართველოდან იყავიო, მაგრამ დამასწარიო თქმა. მოკლედ, აი ესეთი სასიამოვნო რაღაც შემთხვევა მოხდა. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ ჩრდილოეთის სიალის ნახვის გარდა. იმედია იმასაც ვნახავთ, რომ $160-იანი მარშმელოუ პირველად მექნება ნაჭამი ცხოვრებაში. ესეც ცხელი შოკოლადი. მოკლედ, ძალიან კაი გარემოა. ამ ტურში გადავიხდიდი დაახლოებით $20-30. აი ეს ყველაფერი რო ყოფილიყო რა. აი 50-საც გადავიხდიდი, იმიტომ რომ რავი, სასიამოვნო გარემოა, მაგრამ ძალიან გული დამწყდება, რომ ის ვერ ვნახო, რისთვისაც ვარ აქ. და იმედია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე იქნება ჩრდილოეთის სიალი. ჩვენი გიდი იძახის ახლა, რომ კამერაში უფრო ჩანსო რა. ზოგადად კამერაში უფრო კარგად ჩანს რა. ჩვენი თვალი კარგად ვერ აღიქვავს ხშირ შემთხვევაში და ახლა თავის კამერაში გვანახებს, რომ რაღაც პატარა ნიშნები არის უკვე. Yeah, I had it here just for a tiny little bit. It is now it is again not the strongest aurora ever. მოკლედ ხამის პირველი საათია უკვე ძალიან აცივდა ცეცხლიდან როგორც კი გამოვედი აქეთ გავიყინე ისეცივო არ ვიცი კიდე მეტი რაღა უნდა ჩამეცვა მაგრამ ძალიან სიცივი არის მოკლედ ესეთი რაღაც გადაწყდა ახლა ჩვენი გიდი იძახის რომ ფოტო გადაიღო წერან და გამოჩნდაო რა პატარაზე მე ვერ მოვასწარი ნახვა ფოტოსი მაგრამ მოკლედ იძახის რომ საითაც გამოჩნდაო იქით წავიდეთო ახლა იქით გავაგზავნოთო გზაო რა და ახლა ყველაფერს ალაგებს მანქანაში უცებ ჩავლაგდებით და გავაგზავნებთ გზას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვნახავთ დღეს ჩრდილოეთის სიალს, იმიტომ რომ ძალიან გული დამწყდება, რომ ესე ხელცარიალი დავბრუნდე უკან. მაგის გულისთვის ჩამოვედი აქ ამ ხელა გზაზე და რა ვიცი იმედია რაღაც ცოტაზე მაინც შევძლებთ ნახვას. დავბრუნდი მეგობრებო ქალაქში და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა.
თანხაზე იმდენად გული არ მწყდება მართლა. მიუხედავად იმისა, რომ $160 მაქვს ამ ტურში გადახდილი. არ ვიცი, მაინც თვითონ ამ სანახაობის გამო ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ არ გამოვიდა მოკლედ ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. რაღაც პატარა რაღაც მაინც რო ყოფილიყო, აი რაღაც ოდნავი რაღაც მაინც რო მენახა. ესეთი იმედგაცრუებული არ ვიქნებოდი, მაგრამ არ ვიცი რას ვიზაო. ხვალ საერთოდ სხვა გეგმები მქონდა. თან ხა ყოველ დღე $160 ვერ გადავიხდი ამ სანახაობაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა და მაგისთვის ვარ ამ ხელაგზაზე ჩამოსული ამ სანახაობის გამო. მოკლედ არ ვიცი ჯერ რას ვიზავ. სასტუმროში უნდა დავბრუნდე და ცოტას დავლაგდები და არ ვიცი, გადავწყვიტავ რას ვიზავ მომდევნო დღეების განმავლობაში. ღამის 3 საათია ამასობაში. 8 საათზე მეტი გამოვიდა, რაც წასული ვარ. 8 საათიანი იყო ეს ტური. დილა მშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი თუ არ ვშდები მესამე დღე უკვე ნორვეგიაში. გუშინდელი დღე როგორც დასრულდა, ყველამ კარგად იცით. უდიდესი იმედგაცრუება იყო. მოკლედ გამოვიძინე, ეხლა დავისვენე და გამოვედი გარეთ. დღეს დღევანდელი აქტივობა სხვათა შორის თქვენთვის არ მქონდა ნათქვამი, დღეს რას ვაპირებ და მოკლედ ეხლა მივდივარ სათევზაოდ. ტრადიციული მეთოდით თევზაობა უნდა ვნახო ნორვეგიაში როგორ თევზაობენ. როგორც იცით, ნორვეგიული ორაგული ძალიან ცნობილია და იმედია მანდ მაინც გამიმართლებს და ერთ კაი თევზს დავიჭერ. ეს ტური იქნება დაახლოებით 2 საათიანი და რაც შეეხება დღის გაგრძელებას, მოკლედ თავიდან ავიღე ისევ ციალის ტური და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს მაინც გამიმართლებს. რა ვქნა, გასაგებია, რომ ესე მარტივი არ არის ციალის ნახვა და ძალიან რთული საქმეა, მაგრამ რადგან შევეჭიდი ამ საქმეს, ბოლომდე უნდა მივიყვანო და იმედია დღეს მაინც გაგვიმართლებს. ამ შვენიერ ნოტაზე ვიდრე ჩემს იახტას ველოდები, მინდა შეგახსენოთ ჩემი უმეგობრესი კომპანიის შესახებ, Fangilainis 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკოები. ზოგადად სოკოს შესახებ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგე და მოკლედ ვინც დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ მიმართოთ, კონსულტანტს გაესაუბროთ, გირჩევთ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ ზოგადად სოკოების შესახებ. ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებთ ყველა საჭირო ლინკს. აბა ვნახოთ რომელი იქნება ჩვენი იახტა. ნეტა ეს იყოს. აი ოროთახიანი სახლი დგას წყალზე. აი სავარაუდოდ ეს არის ჩვენი პატარა ხომალდი. რა ლამაზად გამოიყურება შიგნიდან. ძველებურ სტილშია ყველაფერი. აქეთ ცხელი სასმელები, ყავა, ჩაი, სნეკები. We also have a belt here on the side. More importantly, here at the back, I have this kind of tail that's gonna go between my legs like so. ესე გამოიყურება ჩვენი ანკესები, პატარა ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს უკვე. დავიძარით ნელ-ნელა, ნახეთ რა სილამაზეა. აქ უკვე ქუდი გვჭირდება, თორე კაი ცივი ჰაერი უბერავს. აი ეს არის მეგობრებო მგელ თევზა, ესე ქართულად პირდაპირ ესე ითარგმნება. ნახეთ რამხელა კბილები აქვს. ამ თევზზე გაგვაფრთხილეს, რომ თუ დაიჭერთო, ძალიან ფრთხილად იყავითო, ხელი არ მოკიდოთო, იმიტომ რომ თუ გიკბინა, იქვე დატოვებთ ითებსო რა. ხელის მოკიდება კი არა, ეს რომ დავინახო, ალბათ ანკესიანა გადავაგდებ ყველაფერს. აბა დავიწყეთ თევზაობა, მეგობრებო. კაი მძიმე არის, ნახეთ რამხელა სატყუ არა არის. ეს არის მეორე. ესე გამოიყურება. ესე უნდა ჩავუშვათ უბრალოდ. მეტი არაფერს არ ვაკეთებთ.
არ ვიცი. უნდა დაველოდოთ ეხლა თუ რა უნდა ვქნათ. შეაშვებით კი ჩაუშვი. Now we are waiting, just waiting. Yeah, but look at if they go under the boat, so much to take up and go on the other side. But if Okay. they not go under the boat, so no problem. Okay. ახეთ რამხელა კოჭა არის, ეს არის სპეციალურად დიდ თევზებზე არის გათვლილი რა. ესეთით ეხა საქართველოში ვერც ითევზავებთ ვერსად რა. ეს არის მოკლედ ძალიან დიდ წონებს უძლებს. დაახლოებით არის სპინინგის პრინციპი, როგორც სპინინგზე გადააგდებ და ნელ-ნელა ატრიალებ, მოგაქვს და შეიძლება რომელიმე თევზმა აიღოს სატყუარა, ასე ვთქვათ, იგივე პრინციპია აქაც რა, უბრალოდ აქ რო ჩააგდებ, ეს ნავი ნელ-ნელა მიცურავს და იგივე პრინციპს ასრულებს ეს სატყუარაც. მოკლედ იმედია, კაი თევზს დავიჭერთ რა. არა, ისევ ჩემი ტყიბული მირჩევნია ამას. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არქტიკულ წყლებშიც კი მითევზავია უკვე რა. სიღრმე არ ვიცი, რამდენზე ვთევზაობ, ალბათ, რა ვიცი, 100 მეტრი იქნება, 100 მეტრზე მექნება ჩაშვებული რა. არ ვიცი, რამდენი არის ოპტიმალური, ანუ კარგი სიღრმე, რამდენზე უნდა ვითევზაო, ნამდვილად არ ვიცი, არც უთქვამს არავის. სხვა ადგილზე გადმოვინაცვლეთ, ეხლა იქ არ იყო თევზი და იმედია აქ მაინც იქნება. ძალიან სიღრმეზე გავუშვებ ეხლა, რაც არის სიღრმე. სადოთ. როგორც მითხრეს, სიღრმე არის დაახლოებით 450 მეტრი. არ ვიცი ეხლა მთლიან სიღრმეზე მაქვს თუ არა გაშვებული, მაგრამ სადოთ. მოკლედ ვინ დამთარსა არ ვიცი. არც თევზი არ არის, არც ციალი არ არის, არც წყალი, არც კიბე, რა ვიცი, არაფერი არ გამომდის, მოკლედ. რა ვიცი, ვიღაცამ დამთარსა, სანამ წამოვიდოდი რა. სასიამოვნო სიახლეებიც მაქვს, რა თქმა უნდა. ვაგის აპლიკაციაზე მინდა შეგახსენოთ 1-2 სიტყვით ჩემს უერთგულეს მეგობარ კომპანიაზე. არა მხოლოდ გიგაბაიტების და ინტერნეტის ყიდვა შეგიძლიათ ვაგის აპლიკაციიდან, არამედ თქვენ როგორც დარეგისტრირდებით აპლიკაციაში, თქვენ გეძლევათ თქვენი ვირტუალური ნომერი, რითიც შეგიძლიათ საქართველოში ნებისმიერ ქსელს ესაუბროთ ულიმიტოდ თვეში სულ რაღაც 12 ლარად. აი, არ ვიცი, თვეში 12 ლარად თუ რამის გაკეთება შეიძლება საერთოდ, არ ვიცი, მითხარით. თან ყველაზე კარგი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა ემიგრაციაში ხართ, სამოგზაუროდ ხართ თუ საქართველოში ცხოვრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ უმაგრესი შეთავაზებით და თქვენ არ გჭირდებათ არც როუმინგი, არც ნებისმიერი სხვა დამატებითი ხარჯები, თვეში 12 ლარად შეგიძლიათ თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ესაუბროთ ულიმიტოდ. ასე რომ თუ ჯერ არ გადმოგიწერიათ ვაგის აპლიკაცია, გადმოიწერეთ და ისარგებლეთ ამ უმაგრესი შეთავაზებით. სანამ ახალ ლოკაციაზე მივართ, აგერ შეგვიძლია ყავა დავლიოთ. აი ეს თევზის სახეობები ბინადრობს აქ. ეს არის ყველაზე გავრცელებულიო, როგორც გითხრეს. 50 კილომდე იზრდება, წარმოიდგინეთ. მოვედით ახალ ლოკაციაზე და ნახოთ, იმედია აქ მაინც გაამართლებს. ჯერ უშვებთ ბოლომდე, სანამ სკერზე არ დაიდება. და მერე ცოტა ზემოთ ამომაქვს, რომ ძირს არ იხოხიალოს და რამეს არ გამოედოს. აი ჩვენმა ჯგუფის წევრმა დაიჭირა ესეთი თევზი. მახინჯი თევზია, მერტო ჩემო. ეს რო დავიჭირო, გული გამისკდება. ოუ, რა საშინელი She won't let me თევზია. touch it with my hands, so I get dirty. მოკლედ არ გამიმართლა, ვერ დავიჭირე თევზი რა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სხვა წევრებმა დაიჭირეს, ორმა დაიჭირა. მე არ გამიმართლა. თევზი ვერ დავიჭირე, მაგრამ ამ საოცარი გარემოთი მაინც ძალიან ვისიამოვნე, მინდა გითხრათ. ეს ტური დამიჭდა 120 დოლარი. ალბათ იფიქრებთ ახლა ძვირიაო, მაგრამ მაგაზე იაფად ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, დამიჯერეთ. ძალიან ძვირი არის მოკლედ რა. და ეს იყო კიდე ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი მსგავსი ტური რა, ამაზე უფრო ძვირი ღირდა უმეტეს შემთხვევაში. ასე რომ 120 დოლარად პატარა გასეირნება მოვაწყე ესეთი პატარა გემით. დავბრუნდი ხელცარიელი.
რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, უკვე ავიღე ახალი ტური ჩრდილოეთის ციალის. 6 საათზე გადის ჩემი ავტობუსი და ამჯერად დიდი ავტობუსის ბილეთი ვიყიდე, რადგან ცოტა ეკონომია გამეკეთებინა და იმედია მოკლედ ვნახავ რა ჩრდილოეთის ციალს. 6 საათზე გადის ჩემი ტური, მანამდე შეგვიძლია ქალაქი დავათვალიეროთ. ეს რა ლამაზი გემია, ნახეთ. ძველებურ სტილში არის. ვიდრე სასტუმროში დავბრუნდები და მოვემზადები წასასვლელად, მინდა ერთი ძალიან მაგარი სიახლე გაგიზიაროთ, კიდე რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სიურპრიზად ვინახავდი. მოკლედ ჩემს არხს კიდე ერთი ახალი მეგობარი კომპანია გამოუჩნდა, Skyway ტურისტული კომპანია, რომელიც ახალი არის ბაზარზე და ახალი ენერგიით და ახალი შემართებით აპირებენ ამ საქმიანობაში ჩართვას. უკვე ფუნქციონირებს ტურისტული კომპანია და საკმაოდ კარგი მიმართულებები აქვს, საკმაოდ კარგ ფასებად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადახვიდეთ და ნახოთ და ჩემი სახელით ვინც დაურეკავთ ხო, რა თქმა უნდა, თქვენთვის განსაკუთრებული შეთავაზება და განსაკუთრებული ყურადღება იქნება, მაგრამ თავარი სიახლე ის არის, რომ გეგმავ ჯგუფურ ტურებს, ძალიან ბევრი მწერდით ამ ჯგუფური ტურების შესახებ და მოკლედ როგორც იქნა, ამის დროც დადგა, რამოდენიმე ძალიან საინტერესო მიმართულება მაქვს, რა თქმა უნდა, ისეთი განსაკუთრებული და აქვე მინდა ერთი პატარა გამოკითხვა გავაკეთო, თქვენი აზრით, ან თქვენი სურვილით, სად ისურვებდით ჩემთან ერთად ჯგუფურ ტურში წამოსვლას. უბრალოდ კომენტარებში დამიწერეთ, აი თქვენთვის საინტერესო ქვეყანა რომელი იქნებოდა და სად დავგეგმო ჯგუფური ტურები. გავითვალისწინე გუშინდელი პატარა შეცდომები და დღეს თუ რამე მაქვს ყველაფერი ჩავუცვი. შარული შიგნითაც თერმო ჩავუცვი. მოკლედ თუ რამე მქონდა ჩასაცმელი ყველაფერი ჩავუცვი. 9 საათში გადის ჩემი ტური, მედია მიუსწრებ. მოკლედ მეგობრებო, ჩრდილოეთის ციალის გადაღება, ეს არის მეორეც და იმედია მესამე და მეოთხეც და აღარ დაგვჭირდება. წავედით. მოვედი და ნახეთ, რამდენი ხალხი ელოდება აქ თავის ავტობუსს. სხვადასხვა ავტობუსები იქნება სავარაუდოდ. ჩემი გაჩერება არის აი აქეთ. ეს რაღაც ცოტა უფრო სერიოზული კომპანია ჩანს, რაღაც უფრო ისეთი პასუხისმგებლიანი და უფრო მეტი ხალხი არის ახლა და ალბათ რო ვერ ვნახოთ, უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, ამიტომ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი უფრო ისე პასუხისმგებლობით მოეკიდება და მოკლედ არ დაიზარებენ სხვადასხვა ლოკაციებზე ჩვენს წაყვანას. ესეც ჩვენი პირველი გაჩერება და ახლობით 15 წუთი გავჩერდებით აქ და გავაგრძელებთ გზას. გუშინდელთან შედარებით უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ჩვენი ახალი გიდი და მეც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ შედარებით მოწმენდილიც არის, ნაკლებად ღრუბლიანია იმასთან შედარებით, ვიდრე გუშინ იყო, ასე რომ უფრო დიდი შანსი არის, რომ დღეს გაგვიმართლოს. მოვედით, ეს არის ჩვენი პირველი ლოკაცია და როგორც გიდმა გითხრა, 1 საათის განმავლობაში მოგვიწევს აქ ლოდინი და თუ არ მოიღრუბლება, აქ დავრჩებით და დაველოდებით ციალის გამოჩენას. თუ არა და მე უკვე მოგვიწევს სხვა ადგილის ზებნა. ღრუბელი არ არის, როგორც ხედავთ, ეს ცოტა ღრუბელი არ ითვლება, ეს ხელს არ შეუშლის, თავარია ძალიან არ მოიღრუბლოს, როგორც გუშინ იყო. ამასობაში დაღამდა და ცეცხლის დაანთეს. ესეთი მშვიდი საღამო გვაქვს დღეს. ცა ისევ მოწმენდილია, რაც ძალიან კარგია, რადგან არსად წასვლა აღარ გვიწევს. აქვე დავბანაკლით, მოკლედ და აქვე დაველოდებით ახლა ჩრდილოეთის ციალს. იწყება მეგობრებო, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აი აქ აი ეს უკვე პირველი ნიშანი არის ჩრდილოეთის ციალის.
არც ისე მაღალი აქტივობა არის ჯერჯერობით, მაგრამ იმედია მოიმატებს, რადგან ჯერ კიდე არ არის კარგად დაღამებული. როგორც იქნა მეგობრებო, როგორც იქნა ესეც ჩრდილოეთის ციალი. ამ მოვლენას ეძახიან ავრორას, იგივე ჩრდილოეთის ციალს. სახელი წამოვიდა რომაული მითოლოგიიდან. რომაულ მითოლოგიაში განთიადის ქალღმერთს ერქვა ავრორა და სწორედ აქედან შეერქვა ეს სახელი და ასეთი საინტერესო ფაქტია, რომ პირველად გალილეო გალილეიმ შეარქვა მე-17 საუკუნეში ეს სახელი და მას შემდეგ დარჩა ეს სახელწოდება და უმეტესად ეძახიან ავრორას, იგივე ჩრდილოეთის ციალს. ენით აუღწერელია მეგობრებო ეს განცდა და ეს შეგრძნება, რაც ეხლა ჩემს თავში ტრიალებს და მოკლედ რა თქმა უნდა თუ თქვენს გინდათ ასეთი საოცარი მოგზაურობა, Skyway-ს უნდა მიმართოთ და დაგეხმარებიან ყველაფრის დაგეგმაში, რომ თქვენც აი ესეთ გასაოცარ ადგილებში იმოგზაუროთ. სულ რამოდენიმე დღის წინ დავგეგმე ეს მოგზაურობა, უცებ მოვიფიქრე, რომ აი ამ ყველაფრის ნახვა მინდოდა და მთელი ცხოვრება ალბათ, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ოცნება მქონდა, რომ საკუთარი თვალით მენახა ჩრდილოეთის ციალი და ძალიან ბევრი ვიწვალე აქამდე ჩამოსასვლელად. ამ ორი დღის განმავლობაში კი ხედავდი თქვენ რამდენი ადგილი მოვიარე, რომ ეს ყველაფერი მენახა და როგორც იქნა აქ ვარ და საკუთარი თვალით უყურებ ამ საოცრებას, ბუნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ლამაზ მოვლენას. აი პირდაპირ ხედავთ ჩემს უკან ცა როგორ ანათებს წვანეთ. აი ამ შვენიერ ფონზე ახლა შეიძლება საერთოდ ავრჩავნო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩემ მეგობარ კომპანიას, ლაგის ფანგილაინს და ტურისტულ კომპანიას Skyway-ს, რომ აი ასეთ საოცარ ადგილებში უმოგზაურობ და რა თქმა უნდა ყველას თქვენ თითოეულ თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ. თქვენ რომ არიყოთ, დამიჯერეთ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი და მარტო ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, ასე რომ ყველას თითოეულ თქვენთაგანს, ვინც არხი გამოიწერეთ და ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მოვიდა კიდე ესე ტალღებად არის, მოკლედ წამოვა რაღაც ერთი ტალღა. შეიძლება რაღაც ძლიერი იყოს, უფრო შეიძლება უფრო სუსტი. მერე გადადის. ახლა მაგალითად ესე სარტყელი გადადის. ესე პატარა რაღაც ნახევარ წრეს აკეთებს. აი ჩემს უკან ისევ ანათებს ჩრდილოეთის ციალი და ამ ფონზე გეტყვით, რომ სამწუხაროდ სასტუმროში დაბრუნების დრო მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიანია, სიამოვნებით დავრჩევოდი კიდე და დავტკბებოდი ამ სანახაობით. იქნებ
1-2 კიდე გამოანათოს ლამაზად, მაგრამ მოკლედ დაბრუნების დრო მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა რომ უფრო დიდი ხანი გაგრძელებულიყო და უფრო მკვეთრი და ისეთი ლამაზი ყოფილიყო, მე მაინც 100%-ით კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ხელა გზაზე საქართველოსდან ჩამოვედი აი აქ სწორედ ამ ბუნებრივი მოვლენის სანახავად და როგორც იქნა აქ ვარ მეგობრებო, 2 დღე არის დავსდევ იქნებ სადმე გადავიღო, ღამეებს ვათენებ და მოკლედ როგორც იქნა მომეცა ამ ყველაფრის საშუალება და რა ვიცი, როგორ შეიძლება უკმაყოფილო იყო ასეთი სანახაობით. ასე რომ ეხლა სასტუმროში დაბრუნების დროა და დანარჩენს ჩემს გეგმებს და ასე შემდეგ სასტუმროდან გაგიზიარებთ. დავბრუნდი ქალაქში, ღამის 2 საათია, მაგრამ ამჯერად კარგ ხასიათზე დავბრუნდი, დღეს კარგად დამეძინება. ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ დღევანდელი დღით. თევზიც რო დამეჭირა, მაშინ საერთოდ 100%-ით კმაყოფილი ვიქნებოდი. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა გარედან აი მოგზაურობისას დაღლილი რო ბრუნდები სასტუმროში და შენი ნომერი რო ხდება, რაღაც სახლივით ხდება, მე რამოდენიმე დღე რო რჩები ერთი და იგივე ადგილზე რა. მოკლედ 2 სიტყვით შევაფასოთ ჩვენი ეს მოგზაურობა. მოკლედ მე 100%-ით კმაყოფილი ვარ, როგორც იქნა საკუთარი თვალით ვნახე ის რისი ნახვაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა და კარგია რომ არ დავყარე ფარხმალი, გავაგრძელე ძებნა და მოკლედ საბოლოოდ დაგვიფასდა ეს გათენებული ღამეები და როგორც იქნა გადავიღეთ ჩრდილოეთის ციალი. მოკლედ მე ძალიან მომეწონა, კმაყოფილი ვარ ყველაფრით, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო და იმედია თქვენც მოგეწონათ და რა თქმა უნდა თქვენი კომენტარები, ლაიქები და არხის გამოწერა პირდაპირ ასახავს თქვენს მოწონებას ამ ვიდეოზე. მოკლედ წავედი, ახლა ეს ვიდეო აქ დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი ნორვეგიულ-შვედური მოგზაურობა ჯერ კიდე გრძელდება და წინ ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილი მაქვს თქვენთვის შერჩეული. ხო და არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეო და რო არ გამოგრჩეთ არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. მოკლედ დიდი იმედი მაქვს რომ ვინც ახლა ამ ვიდეოს ისე უყურა რომ არხი არ გამოუწერია, ახლა მაინც გამოიწერს. წავედი, მოკლედ დიდი მადლობა ყველას და დაახლოებით 10 დღეში დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი.